სმეკალოვკის დამშრობი არხი, რომელიც ქობულეთს აღმოსავლეთის მხრიდან მთელ სიგრძეზე დატბორვისგან იცავს, უკვე რამდენიმე წელია არ გაწმენდილა. ყოველი ძლიერი გაწვიმების შემდეგ სწორედ ამ არხის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება. მიუხედავად იმისა, რომ სმეკალოვკის არხის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 თვის წინ გაიმართა, სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. რა ინფორმაციას ფლობს პროექტის მიმდინარეობის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. დეტალები სულხან მესხიძის რეპორტაჟში. ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩაზე უხვინ ალექის დროს გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ნავი რჩება. წყალდიდობის შედეგად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასახლებაში 1 მეტრამდე წყალი დგება. პრობლემას ეგრეთ წოდებული სმეკალოვკის არხი ქმნის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არ გაწმენდილა. წყალდიდობისას ასევე ნადგურდება სახნავს სათესი ნაკვეთებიც. ყველა წყალდიდობის დროს, ყველა წვიმის დროს ასე ვარ. მთელი პირველი სართული დაზიანდა, რასაც ქვია, ყველაფერი, აი ინვენტარი რაც გვაქვს, საყოლია თუ რაღაცა, ვერც ვასწრებდით, რომ ყველაფერზე ხელი შეგვევლო და აგვეღო. ისე წუთიერად მოდის ეს წყალი. რომ გაწვიმდებათ, ჩვენ არაფერს ფეხითაც ვერ დავდივართ, ნავი გვყავს და დავდივართ მით ბავშვებით მით გადავხვალ სკოლაში და ასე ვცხოვრობდა. სულ ყოველ გაწვიმებაზე ასე ვარ. ყველა ან მოგვეხმაროთ ეს კანაო არხი გადააგდონ, ან და აღმაგლონ მეტისაშვილი არა. ეგრეთ წოდებული სმეკალოვკის არხის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ქობულეთის გამგეობაში 25 აპრილს გაიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ნიადაგის დამშრობის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყებოდა. საჯარო განხილვიდან 7 თვის შემდეგ არჩილ ხაბაძე ირწმუნება, რომ საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას ადგილზე სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. არხების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ვიყავით ქობულეთში, მე მახსოვს ივლისის თვე გაჟღერდა, ვიცი რომ იქ ჩართულია უცხოელი ექსპერტები და მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პროექტირებას და ექსპერტიზას უკეთებს პროექტს. როგორც ვიცი, ნაწილი სამუშაოებისა დაწყებულია. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში გვითხრეს, რომ პროექტმა კორექტირება და ექსპერტიზა მოითხოვა, რის გამოც სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდა. ზუსტ თარიღს მურატ კუტუბიძე ვერ აკონკრეტებს. პროექტი დამთავრებული არის და წელს ნაწილი ისრება, ძირითადად იქნება ჩოლოქის დამბა, რომელიც დაიცავს ჩოლოქის მოსახლეობას წყალდიდობისგან, გამოცხადეს უნდა ტენდერი და იწყება გარდამავალი გადადის სამუშაოების დაწყება. ქობულეთში ეგრეთ წოდებული სმეკალოვკის არხის რეაბილიტაციის დასრულება პროექტის მიხედვით 2017 წელს იგეგმება. სამუშაოებისთვის 11,800,000 ლარი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო.